ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. ცნობილია მისი 300-მდე სახეობა. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, უპირატესად მშრალი ჰავის პირობებში. სადაც გემრიელი დელიკატესია. მას მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. ორგანიზმი ადვილად ითვისებს, განსაკუთრებით მდიდარია ასპარაგინით, რომელიც აფართოებს სისხლძარღვებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ამიაკის გამოდევნას. ასევე მის შემადგენლობაშია სელენიუმი, რომელიც სხვა ბოსტნეულ კულტურებში იშვიათად გვხვდება. სელენიუმი კიბოს საწინააღმდეგო მოქმედების უნარი დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ უშუალოდ სატაცურში კიბოს საწინააღმდეგო უნარი მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან სელენიუმის გარდა სატაცური შეიცავს ვიტამინ C-სა და კაროტინს. სატაცურის მიღება მნიშვნელოვნად სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ იგი არ შეიცავს ცხიმებსა და ქოლესტერინს. სატაცური ნატურალური წყაროა ფოლიუმის მჟავისა, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის უჯრედების განვითარებაზე. სატაცურს იყენებენ პროსტატის საწინააღმდეგოდ, რადგან მისი მოქმედება დადებითად აისახება შარდმდენი სისტემის ფუნქციონირებაზე. ის აძლიერებს ვენებს, კაპილარებს და არტერიებს მთელ ორგანიზმში, არეგულირებს წნევას. სატაცური ჭარბწონასთან საბრძოლველადაც გამოიყენება, რადგან ის დაბალ კალორიულია. ამავე დროს შეიცავს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს დიეტის დაცვის დროს წარმოქმნილი სტრესული მდგომარეობის დაძლევაში. იგი მიეკუთვნება ბოსტნეულ კულტურათა იმ იშვიათ ჯგუფს, რომელთაც არ აღენიშნებათ უკუჩვენებები. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სატაცურს უნდა მოერიდოთ იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული ხართ. სატაცური ეფექტურია ფსიქოლოგიური დაავადებების წინააღმდეგ, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, წმენდს სისხლძარღვებს. მისი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე დადებითი თვისებაა. სეზონზე სატაცურის მირთმევით სისხლძარღვები 70%-ით გასუფთავდება მავნე ნივთიერებებისგან. გამოიყენება წყლულის სამკურნალოდ. გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა. სატაცური ანადგურებს ბაქტერიებს, ამცირებს ძვლის